ჩვენი სტუმარი იქნება ახლა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წინა ხელისუფლების დროს. საღამოშიდობისა ნინო, მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში მუშაობს მაკა ბოჭელიშვილი, მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩანს, თუმცა ნამუშევარს სიზუსტით არ აღწერს. რას ნიშნავს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს სხვას ამ ქვეყანაში და იმ ქვეყანაში, სადაც მან ხელი ჩამოართვა თავის პარტნიორებს, იქ იწერება აბსოლუტურად სხვა რამ. ეს რამდენად არის დიპლომატიაში მიღებული საკითხი და რა სივრცეებში შესაძლოა იყოს მიღებული. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ამ მე ვუსმინე პრესკონფერენციის ამონაყრით და ასევე წავიკითხე ესე ტრანსკრიპტი საგარეო მინისტრის განცხადებიდან და ამას შეგვიძლია ორი განმარტებების შეფასება, როგორც ისე დიპლომატიური პოლიტიკური თვალსაზრისით იქნება ფიასკო დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჩავარდნა ჰქონდა ამ მართულებით და დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, სრულად აცდენილი განწყობაც და რიტორიკაც, ეს მხოლოდ პროპაგანდისტული შეფუთვა კი არ იყო, უბრალოდ ჩვენთვისაც კი უხერხული საყურებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ოცნებისგან არაფერი არ უნდა გვეუხერხულოს და არაფერი არ უნდა გაგვეკვირდეს. მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ რაღაცნაირად საქართველოს იმიჯს ატარებს ეს ადამიანები და ამის მცდელობა რომ აქვთ, ეს უკვე უხერხული საყურებელი იყო და წასაკითხი იყო, რამდენად განსხვავებული იყო პოზიციები და რამხელა ტყუილს ავრცელებდნენ ისინი, ამხელა სახელმწიფოს მიმართ და იქ გაჟღერებული გზავნილების მიმართ. ნინო, დიახ. ბოდიში რაღაც ხმა არის აცდენილი, ამიტომ ვერ ვემთხოვით ერთმანეთს უკაცრავად ჩაგეჭერით. იზოლაცია, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ექცევა. ყველა მხრიდან ფაქტობრივად ვართ იზოლირებულები. მე არ ვიცი, რამდენად არის უკვე დაზუსტებული ეს საკითხი, ვინაიდან პირველი ავრცელებს ცნობა, ჩვენ ჯერ ეს ცნობა არ გვაქვს, რომ უკვე დამტკიცებულია მეგობარი აქტი სენატში. ჩვენ კიდევ ერთხელ ამას გამოშვების ბოლომდე ვეცდებით, რომ გადავამოწმოთ და ვეტყვით აუდიტორიას აუცილებლად, თუმცა ახლა თუ არ დამტკიცდება, უახლოეს ხანებში სავარაუდოდ დიახ, მეუბნებიან, რომ დადასტურება შეგვიძლია უკვე, ანუ მუშაობენ ჩვენი პარტნიორები ადგილზე და აუცილებლად ვეტყვით აუდიტორიას უკვე ვეტყვით აუცილებლად აუდიტორიას რა ეტაპია მოკლედ ამ საკითხის. იზოლაცია, რომელიც ყველა მხრიდან საქართველოს ირგვლივ არის და ერთი მხრივ არის მხოლოდ განვითარებული აშკარად მიმოცვლა მოსაზრებების, რაღაცა ნაკადების, ბიზნესის თუ იდეების თუ იდეოლოგიის, ხო? აი ეს უკვე გაფორმებული იზოლაცია, ეს მაინტერესებს მე დიპლომატიურ ენაზე, რას ნიშნავს ის, რომ მარკო რუბიო შეხვდა უკვე ყველას რეგიონში ფაქტობრივად ჩვენს გარდა ხელს ფაქტობრივად არავინ არ თმევს საქართველოს ხელისუფლებას. ეს უკვე არის იზოლაცია დამდგარი, თუ ჯერ კიდევ არის შანსები აი ღია ფანჯარაში ფეხის შედგმის. ნინო, აუცილებლად გიპასუხებთ ამ საკითხზე. ერთი უბრალოდ პატარა რემარკა მინდა აი ამ ორი პირის შეხვედრის პრესკონფერენციიდან, ვინაიდან შეიძლება რაღაცა დიპლომატიურ ნაწილს მოიცავდეს, რომელიც მსმენელისთვის ასე თავისთავად ცნობილი არ არის. როდესაც წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და კოლეგები ერთმანეთს ხვდებიან დახურულ კალს მიღმა, იქ ცხადია, რომ ხშირად განსაკუთრებით ტრანზიციის პროცესში მყოფ ქვეყანას გარკვეულ კრიტიკას უჟღერებენ ხოლმე და ეუბნებიან დახურულ კალს მიღმა ორმხრივი შეხვედრისას, მაგრამ არასდროს პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ გარეთ გამოსული ოფიციალური პრესკონფერენციისას ასე მწყობრად და მხოლოდ შენიშვნები გაეჟღერებინოს კოლეგას მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელის მისამართით. ამიტომ ეს უბრალოდ ვერ მოხერხდება, რომ შეიფუთოს როგორც კეთილგანწყობილი შეხვედრა, უფრო მეტიც. თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდე, ვერც იმად გაფორმდება, რომ ეს რაღაც ტიპის აღიარებას ნიშნავდა. მინისტრმა ძალიან კარგად თქვა, რომ ვენა არის ჰაბი იმ დიპლომატიური ურთიერთობების წარმართვის ნებისმიერ ვითარებაში და ჩვენ ვცდილობთ, რომ
ეს პროცესები ყოველთვის დიალოგის რეჟიმში წარმართოთ, ამას ხაზი გაუსვა სწორედ იმის სათქმელად, რომ ეს ლეგიტიმაციის დამადასტურებელი შეხვედრა კი არ იყო, არამედ იმის შეხვედრა იყო, რომ კიდევ ერთხელ ეთქვათ, რომ თქვენ ისე არ იქცევით, როგორც უნდა იქცეოდეთ და ეს არის ვენისთვის მიუღებელი და მიუღებელი დარჩება, იმიტომ რომ ევროკავშირის პოლიტიკის ერთგულია. ეხლა რაც შეეხება არის თუ არა უკვე იზოლაცია, ჩვენ უნდა ფაქტებით ვიმსჯელოთ და შედეგებით ვიმსჯელოთ. მართლა ხელის ჩამორთმევაში ხომ არ არის საქმე. იზოლაცია ქვეყნის ნიშნავს იმას, რომ ის ურთიერთობები, რომელიც სახელმწიფოებს ევროკავშირის ფარგლებში ჰქონდათ და იგივე დასავლეთთან ჰქონდათ, ის ურთიერთობები აღარ არის. დახმარება შეწყვეტილია უფრო მეტიც. გაჩერებული პროექტების აღდგენა არ განიხილება და 2025 წლის პროექტები დახმარების ფონდების და სახელმწიფო განვითარების ფონდების მხრიდან აღარ განიხილება. ეს რას ნიშნავს? ეს არის იზოლაცია. სავალუტო ფონდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაუბრუნდნენ ამ დღის წესრიგს, ვიდრე არ შეიცვლება ადგილზე ვითარება და ვიდრე პროტესტები გრძელდება და ვიდრე არ იქნება ფუნდამენტურად შეცვლილი სახელმწიფო პოლიტიკა, არ დაუბრუნდება ძველ რეჟიმს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ საქართველო უკვე არის დასავლეთისგან აბსოლუტურ იზოლაციაში, იმიტომ რომ არათუ ხელის ჩამორთმევაზე და მისამართზე დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ხელსაც ჩამოართმევენ, გამარჯვებასაც ეთქვიან და სამძიმარსაც გამოუცხადებენ ღმერთმა არქნას, რომ რამე მოხდეს ერთმანეთს. მაგრამ ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის რასაც აისახება ფაქტობრივი იზოლაცია, ეს არის დე-ფაქტო მდგომარეობა, რომელიც საქართველოში უკვე არსებობს 2024 წლიდან მოყოლებული. მას შემდეგ, რაც პირველი გაუგონარი განცხადებები გაკეთა, მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მიღება მოხდა იძულებით და მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თქვეს, რომ ჩვენ აღარ განვიხილავთ იმ ხელშეკრულებების და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობისას აღებული გვქონდა. უფრო მეტიც ჩვენ აღარ განვიხილავთ ახალი თანამშრომლობის პროგრამების და პროექტების დამტკიცებას. მათ ფაქტობრივ დონეზე თანამშრომლების რაოდენობა შეამცირეს, მათ ფაქტობრივ დონეზე პროგრამები გააუქმეს და ამ პროგრამების აღდგენა, განახლება და სხვაგვარად წარმართვა არ იგეგმება. აქ არის მილიარდობით თანხებზე საუბარი, რომელიც საქართველოში მოუდინებოდა დემოკრატიის თუ სამხედრო თუ ეკონომიკური თუ სხვა სფეროების განვითარებისთვის ყველაფერი შეჩერებულია და ფაქტობრივი მოცემულობა არის ეს, რომ აი ამ რაღაცა შეჩერებულ დროში იმყოფება ურთიერთობები, სადაც თითქოს აი ერთი მხარე გადატვირთვას ელოდება, მეორე მხარე ელოდება, რომ ოცნების პოლიტიკა შეიცვლება, ან ადგილზე სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ იზოლაცია დე-ფაქტო მდგომარეობაა დღეს საქართველოს. და ნინო, ბოლო კითხვა მინდა დავსვა, თქვენ ხართ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, ადევნებდით ალბათ თვალს პარლამენტში მიმდინარე პროცესს, არალეგიტიმური კომისია, როგორ ცდილობდა ბოლო დღების განმავლობაში გადაებრალებინა საქართველოსთვის ის ომი, რომელიც რუსეთის შემოჭრით დაიწყო საქართველოში, რომლის ისტორიაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ახსოვს დიდიდან პატარამდე. მაინტერესებს, მაინც რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ ეს პროცესი. კი, აქამდეც უთქვავს არაერთ წარმომადგენელს მოქმედი არალეგიტიმური ამჯერად, მაგრამ ვიდრე ლეგიტიმურები იყვნენ მანამდეც ხელისუფლების, რომ ომი დაიწყო საქართველოს, რომ სააკაშვილმა ვერ გათვალა კონკრეტული საკითხები, მაგრამ ეს იყო მაინც ფრაგმენტული. ახლა მთელი წიგნი გადაიშალა. ღალატის ტიპის ისტორიის, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ იწერება რაღაცა კონკრეტული საკითხები, რომელიც აშკარად აინტერესებს ერთადერთ მხარეს, ეს არის რუსეთი. მაინტერესებს თქვენ რა ემოციით, რა პრაგმატული დამოკიდებულებით უყურებთ აი ამ პროცესს. ისეთივეთი, როგორიც იმ თავითვე მქონდა, როდესაც გაჟღერდა, რომ ასეთი კომისია შეიქმნებოდა და მათ შორის იმ მოლოდინით, რომელიც მე მქონდა, იმიტომ რომ ოცნების რეჟიმის საბოლოო კულმინაცია ეს უნდა იყოს, ვინაიდან მე ღრად ვწამს, რომ ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება და არ იწერება ოცნების სათავო ოფისში, არამედ პირდაპირ მზა ინსტრუქციები მოდის კრემლიდან. და ეს ინსტრუქციები მოიაზრებს ერთადერთს, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ძალიან მკაფიოდ უნდა გააკეთოს. გარდა იმისა, რომ მან უნდა შეცვალოს საქართველოს საგარეო ვექტორი და ზურგი აქციოს ცივილიზებულ დასავლეთს და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მოახდინოს იმისთვის, რომ რუსეთს გზა ხსნილი კონდეს თავისუფლად იბატონოს, სავალდებულო ამოცანას წარმოადგენს რუსეთისთვის და ეს არის სავალდებულო დავალება ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომ საქართველოში ისტორია გადაიწეროს. დაიწეროს ახლებური ისტორია
წარსული წაიშალოს, კერძოდ წარსულის ის ეპიზოდი წაიშალოს, რომელიც საქართველოში განვითარების წარმატების ეპიზოდს უკავშირდება და რაც მთავარია, ევროპეიზაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთისგან დამოუკიდებლად არსებობას უკავშირდება. ეს უნდა ამოიშალოს მეხსიერებიდან, ეს უნდა ამოიშალოს სახელმძღვანელოებიდან, ეს უნდა ამოიშალოს ქართველების მეხსიერებიდან, ახალმა თაობამ ამის თაობაზე საერთოდ ვეღარ უნდა შეიტყოს და უნდა მოხდეს ის, რასაც პუტინი დიდი ხანია ითხოვს. სააკაშვილი გამოცხადეს ომის დამნაშავედ, საქართველოს სახელმწიფოს დაერქვას, რომ მან აწარმოა რუსეთის წინააღმდეგ ომი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო კონსოლიდირებულია ამასობაში, იმ აზრის გარშემო, რომ რუსეთი იყო აგრესორი და საქართველო იყო მსხვერპლი, სწორედ მისი ევროატლანტიკური მოსწრაფებების გამო, მაგრამ პუტინის ამოცანა არის, რომ ისტორიის ეს ეპიზოდი წაიშალოს და დაიწეროს ისე, როგორც ამას კრემლი წერს და ამას ეს კომისია ამის შეიქმნა ეს კომისია თავიდანვე. მადლობთ. შეიძლება იყოს რომ გადაიფაროს რაღაც ეპიზოდები და ეს იზოლაციის პერიოდი რაღაცნაირად ამით გამოიზამთრონ, მაგრამ რეალური სამიზნე აქ არის ისტორიის გადაწერა და ახლებური ისტორიის შემოთავაზება, სადაც საქართველოში აღარ ემახსოვრება არავის, რომ ოდესმე დასავლური ინტეგრაცია დღის წესრიგში იდგა. დიდი მადლობა ნინო კალანდაძეს. იმედია, რომ მხოლოდ პუტინის დაწერილი ისტორია და არც წულუკიანის კომისიის ივანიშვილის იდეებით დაწერილი ისტორია არ იქნება ჩვენი მომავალი თაობების წასაკითხი და ჩვენ ამ ისტორიის ახალ ფურცლებსაც თვითონ დავწერთ და მომავალ თაობებსაც გადავცემთ სწორედ ასე დაწერილი ისტორიას. მადლობა ნინო კალანდაძეს.